ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სტუმრობდა. მინისტრი ლიცეუმში სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით იმყოფებოდა და მონაწილეობა მიიღო სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ცერემონიაში. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კადეტებს ლიცეუმის დამთავრება მიულოცა. მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კურსდამთავრებული ქვეყნის სამსახურში დარჩეს. ეს ლიცეუმი დაამთავრა მორიგმა გამოშვებამ, ახალგაზრდების უმრავლესობა თითქმის 80% სამხედრო კარიერას აგრძელებს, მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ აკადემიას ჩააბარონ, რაც ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია ჩვენთვის, თუმცა ამას ხაზგასმით ვამბობდით მუდამ და ეხლაც გავიმეორებთ, რომ ამ ლიცეუმის მთავარი ფუნქცია და დანიშნულება დიახ არის სამხედრო სამსახურისთვის საუკეთესო კადრების შერჩევა და მომზადება, მაგრამ ზოგადად საქართველოს მოქალაქეების გამოშვება მოქალაქეების, რომლებიც უფრო მეტი პასუხისმგებლობით იქნებიან დატვირთული, უფრო მეტად იციან სწორედ ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, რას ნიშნავს სიტყვები ემსახურები საქართველოს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეთოდიკის გარდა დამატებითი პროგრამით ფიზიკური მომზადების, ისტორიის, სამხედრო საქმის, ტოპოგრაფიისა და ინფორმატიკის კურსის სწავლება მიმდინარეობს. კადეტებს სამხედრო საველე მეცადინეობებიც უტარდებათ. წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 120 კადეტმა დაამთავრა. ლიცეუმის დამთავრება ცოტა არ იყოს საწყენიც არის, გულიმწყდება რომ ტოვებამ არაჩვეულებრივ ადგილს და ვაპირებ გავაგრძელო სწავლა და მოღვაწეობა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში და ვიდგე სამშობლო სადარაჯოზე.